მშვიდობისა, მე ვარ თამარ ჩიხვლაძე, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და პირველ რიგში მაინტერესებს ხვალინდელი დღის პროგნოზი. პირველ ტურში პროპორციულ ნაწილში არჩევნების ქართულმა ოცნებამ მოიპოვა გამარჯვება, რასაც ვერ ვიტყვით მაჟორიტარული არჩევნებით მოპოვებულ მანდატებზე. 50 ოლქში ტარდება ხვალ განმეორებითი არჩევნები, 50 ოლქში არ გამოგიცხადეს საკმარისი ნდობა ამომრჩევლებმა. თქვენ მაყოფილი ხართ ამ შედეგით? მოგესალმებით, თან უნდა მივესალმებით ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მაყოფილი ვართ ამ შედეგით. მე ვფიქრობ, რომ ნდობა გამოგვიცხადა ამორჩევებმა, უბრალოდ ჩვენ ავწიეთ 50%-მდე მაჟორიტარულ ოლქებში მინიმალური ბარიერი და სწორედ ამის გამოა, რომ უმრავლესობა ჩვენი კანდიდატების რომლებსაც უწევთ მეორე ტურში მონაწილეობა, მათ ჰქონდათ 49, 47, 48%-იანი მხარდაჭერა უმრავლესობას მათგანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს რაღაც ესეთი შეგრძნება შეიქმნა მთლიანად ქვეყანაში აღქმა, რომ ჩატარდა არჩევნები არ დასრულებულა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო პირველ ტურში, მისვლა და გამოხატვა საკუთარი პოზიციის. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამორჩეველი იაქტიურებს და მაქსიმალურად ისეთივე, ან იმაზე უფრო მაღალი დასწრება იქნება ამ მეორე ტურის განმავლობაში. კმაყოფილი ვარ თუ არა, ეს ისეთი შეკითხვაა, შეიძლება ბევრნაირად უპასუხოთ. მე ვფიქრობ, რომ კმაყოფილების საკმაო მიზეზი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი ჩვენი მოსახლეობისგან, რაც რა თქმა უნდა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამ ასეთ მხარდაჭერას ჰქონდა რა თქმა უნდა საკუთარი მიზეზებიც, რომელზეც შეგვიძლია მერე ვისაუბროთ. საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხებზე და შანსებზე ვისაუბრებთ აუცილებლად, ისე რომ დაუბრუნდეთ ხვალინდელ არჩევნებთან არის ეს კავშირი. პროპორციული სისტემით ამორჩეულთა 48,8%-მა მოგცა ხმა, ეს დაახლოებით არის თუ არ ვცდები 62-ის სკამი. ანუ ამ ხმებით თქვენ ვერ მიიღებდით არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობასაც, მხოლოდ პროპორციული სისტემით რომ ტარდებოდეს ეს არჩევნები. საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა დღის წესრიგში დგას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაჟორიტარული ხმები იქნება გადამწყვეტი, ანუ მათი ხმების იქნება გადამწყვეტი იმაში, თქვენ მიიღებთ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას და შეძლებთ თუ არა ბევრი რამის შეცვლას. ამ ბერკეტზე მზად ხართ რომ თქვა თუ არის 2020 წელს? ჩვენ გვყავს ცოტა არასწორად არის საკითხი დასმული, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ 48,8% მხარდაჭერა მივიღეთ, ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარებიც გვყავს. თუმცა მე ვკითხეთ მხოლოდ პროპორციული სისტემით რომ ტარდებოდეს ამ კარგად გავიგე შეკითხვა, უბრალოდ მე ვამბობ, რომც იყოს დაუშვათ ის, რაც იყოს საუბარი მრავალმანდატიანი პროპორციული არჩევნები მთელს ქვეყანაში, მაინც გვექნებოდა იმდენი უმრავლესობა, რომ მთავრობა დაგვეკომპლექტებინა კოალიციების გარეშე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ის მხარდაჭერა, რაც უკვე მივიღეთ ჩვენ ამომრჩევლისგან, არის ძალიან მაღალი მხარდაჭერა. თუმცა არ გექნებოდათ საკონსტიტუციო. გასაგებია, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო არ იქნებოდა ამ შემთხვევაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საკონსტიტუციო რომც არ მიგვეღო ჩვენ საერთოდ, ეს არ იქნებოდა არანაირი ტრაგედია. ჩვენ საერთოდ ჩვენს გეგმებში, როდესაც ჩვენ გეგმავდით, დაახლოებით ვფიქრობდით, რომ იქნებოდა 100-დან 105-110 დეპუტატამდე, მაგრამ მივიღეთ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ალბათ მივიღებთ, დიდი იმედი მაქვს. და მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დემონიზება მოხდა ახლა დღეს რაღაც. ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ტრაგედია ვიღაცის ხელში, მაგრამ იყოს პირიქით შესაძლებლობა სხვა პოლიტიკური ძალის ხელში. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ხელში ეს უმრავლესობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში ტრაგედია. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობაც ძალიან წინ წავიდა დემოკრატიულ განვითარებაში. მოსახლეობის შემგუებლობა არადემოკრატიული განვითარების ელემენტებთან არის უკვე ძალიან დაბალი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა ვეღარ აიტანს პრინციპში ავტორიტარიზაციას მართვის სტილის და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის.
ამის გამოხატულება იყო ბევრი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ გადადგა ამ 4 წლის განმავლობაში და ამიტომ მგონია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ძალიან ამბიციური დანაპირები შევასრულოთ. გარდა იმისა, რომ ეს არის შესაძლებლობა, თქვენ თქვით ზუსტად ეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდა იმისთვის, რომ ამ მომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყოს სწორედ ეს დანაპირები. ისევ რომ დაუბრუნდეთ შეკითხვას, გაუქმდება თუ არა 2020 წელს მაჟორიტარული არჩევნები? მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აქტივიზირება ამ თემის მოხდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე. და ეს დრო არ იყო საკმარისი სისტემის გადასაწყობად. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ დიალოგს ამის თაობაზე, მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, ეს არის მთლიანად ქვეყნის გადასაწყვეტი, როგორი მოწყობა გვინდა ჩვენ და გვინდა თუ არა რომ რეგიონებს ყავდეთ მაჟორიტარი დეპუტატები. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ოლქების რიცხოვნობა, ამომრჩევლების რიცხოვნობა საარჩევნო ოლქებში გავათანაბრეთ და ეს იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი მაჟორიტარული არჩევნების დელეგირების პრინციპიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა მაჟორიტარული ოლქები შემდეგი არჩევნებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიალოგის შედეგი. მე პირადად ვფიქრობ, რომ არანაირი საშიშროება ამაში, რომ ჩვენ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი არ არსებობს. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, საშიშროებას ვერ ხედავთ, ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემა გქონდეს 2020 წლისთვის, რომელიც ყველანაირ შეკითხვას გამორიცხავს. ყველანაირ შეკითხვას არის სპეკულაციებს, რასაც დღეს ხედავთ. შეკითხვებს აჩენს მაჟორიტარული სისტემა. დღესდღეობით პირდაპირ ვამბობ მე, რომ არა მარტო მაჟორიტარულ და პროპორციულზე ვამბობ მე, არამედ თვითონ ხმის მიცემის პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობა, მათი მოქმედების პრინციპები, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ამ არჩევნებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გარკვეული დასკვნა. მე პირადად ჩემთვის მაქვს ჩემი დასკვნა, რომ გარკვეული ცვლილებები არის გასატარებელი. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს არჩევნები რო ჩატარდება, აღარ იყოს არანაირი შეკითხვები. ეს არის ჩემი მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად იქნება კარგი ის, რომ მაჟორიტარი გავაუქმოთ, იქნება კარგი, რომ დაუშვათ ბიომეტრიული კენჭისყრა შემოვიღოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე სამსჯელოა. ჩემი აზრით არანაირი წინააღმდეგობა მე პირადად იმის მიმართ, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იყოს, ანუ დაახლოებით პროპორციულთან ახლოს მდგომი სისტემა, როგორც ეს არის მაგალითად გერმანიაში, მე პირადად ამის საწინააღმდეგო არაფერი არ გამაჩნია. ეგრეთ წოდებული გერმანული მოდელი, რაზეც იყო საუბარი, უბრალოდ ამ არჩევნებამდე მაგისი დრო, რომ ეს გადაგვეწყო მთლიანად. მეც გეკითხებით 2020 წელს. მე პირადად ჩემი აზრი არის იმაში, რომ მდგომარეობს იმაში, რომ მე ვერანაირ საწინააღმდეგოს ამისას ვერ ვხედავ დღესდღეობით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სამსჯელო, ეს არის პოლიტიკური კონსენსუსის საგანი, მაგრამ მე მინდა ერთადერთი ჩემი მიზანი არის, რომ სისტემა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იყოს ისეთი, რომ კითხვები იყოს მინიმალური და საქართველოში აღარასოდეს აღარავინ აღარ საუბრობდეს რევოლუციებზე, გადატრიალებებზე, არჩევნების დელეგიტიმაციაზე და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩემი მიზანი. ამ თემაზე ერთსაც დავაზუსტებ მხოლოდ, როდესაც საუბრობთ კონსენსუსზე და დიალოგზე. ფაქტიურად ეს კონსენსუსი შედგა მაშინ, როცა 82 დეპუტატმა ამ კანონპროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვები იყო და კენჭისყრამდეა მისული ეს თემა. ეს ყველაფერი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წყალში გადაყრილი თუ აი არ ვიცი რა სწორი სიტყვა მოვძებთ. არა, ვერ გეტყვით რომ ეს არის წყალში გადაყრილი, უბრალოდ მაშინ არ იყო კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნებამდე ეს იყო რამდენიმე თვით ადრე, მაშინ სისტემის გადაწყობის, მთლიანად გადაწყობის დრო აღარ იყო დარჩენილი, ამას გვეუბნებოდნენ სხვათა შორის საერთაშორისო ექსპერტებიც, რომ არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი არჩევნებამდე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე მზად ვარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ეს უნდა იყოს პოლიტიკური შეთანხმების საკითხი. გასაგებია თქვენი პოზიცია ამ თემაზე. სხვათა შორის ეს თემა იყო ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი თავის დროზე დავით უსუფაშვილსა და ქართული ოცნების სხვა წევრებს შორისაც და რადგან დღის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავია, აქვე მინდა გკითხოთ დავით უსუფაშვილზე, რომელმაც დღეს დატოვა ძალიან ხანგრძლივი კარიერის შემდეგ რესპუბლიკური პარტია. თქვენი შეფასება მაინტერესებს და ნებისმიერი სტატუსით შესაძლოა თუ არა მას შესთავაზოთ თანამშრომლობა თქვენ გუნდთან. მე ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის ბოლო ნაბიჯები განსაკუთრებით, რომლებიც რესპუბლიკელებმა გადადგეს, რომ გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე გადაწყვეტილებაში გულისხმობ ცალ-ცალკე არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას
დაიწყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია ქართულ ოცნებაზე და უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია, პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ მე ერთადერთი ვიტყვი, რომ დასანანია თუ როგორ განვითარდა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პერიოდში, მათი ასე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიაც, მათი რიტორიკაც და დასანანია ისიც, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ. მე არ ვიცი ხა რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავიწყითხეთ თვითონ იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. თუმცა თქვენ თქვით, რომ გულდაწყვეტების ადგილი არ არის პოლიტიკაში. ქართულოსნებასთან უნდა თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. მე მინდა მას წარმატება უსურვო და მინდა ვთქვა ასევე, რომ ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს. გავგრძელოთ საუბარი მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ერთ-ერთი ასეთი თემა არის ქუთაისში პარლამენტის ყოფნა არ ყოფნის თემა და თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ამბობს, რომ დედასაც კი დაიფიცებს და ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. დაბრუნდება თბილისში პარლამენტი. პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე ალბათ რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში, არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ქუთაისზე მინდა ცალკე ვისაუბრო, იმიტომ რომ ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის მერე ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს არის თუ არა იქ პარლამენტი, იმიტომ რომ ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. გულისხმობთ ალბათ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი უზარმაზარი საერთაშორისო სტუდენტური კემპუსით, ანუ სტუდენტური ქალაქით. ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები, ჩრდილოეთ საქართველოსთან, სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, თავისი გვირაბები. დაგაწყვეტინებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას და აქ შეგვიძლია უკვე ვუთხრათ ქუთაისელებს. გავგრძელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დიახ. აი მართლა მინდა ვთქვა, რომ ქუთაისში ძალიან სერიოზული ბუმი იქნება განვითარების, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით. მე არაერთხელ მithქვამს ჩემ მეგობრებთან მიხუმრია, რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი, ქუთაისში ვიყიდიდი აუცილებლად უძრავ ქონებას თქო, იმიტომ რომ გონია, რომ ქუთაისის საქართველოს შიდა ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ ეს არის აბსოლუტური რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქუთაისელები მინდა დავამშვიდო, არანაირი ქუთაისის პარლამენტის გადმოტანა უახლოეს დღის წესრიგში მე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ამ თემას არ ვეხებით. ამიტომ ეს არის გადაწყვეტილი საკითხი. გასაგებია კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ დაუბრუნდეთ. პრეზიდენტის ინსტიტუტი სავარაუდოდ დასუსტდება. შესაძლოა არ დაეთანხმოთ ამ ფორმულირებას, თუმცა თქვენი თანაგუნდელები საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა ირჩევდეს არა პირდაპირი გზით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას აირჩევს არა ხალხი, არამედ პარლამენტი, კიდევ უფრო მარტივად პრეზიდენტს აირჩევს ქართული ოცნება. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ესეთი აჟიოტაჟის საგანი, როგორც არის ეს დღეს. მე გონია, რომ ისიც არასწორი იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმა მოახდინა ამ თემის გარკვეულად აქტივიზაცია და მე მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ კომისია, რომელიც არსებობს, საკონსტიტუციო კომისია, მან რა თქმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ძალიან ფართო ფენების ჩართულობა ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც საქართველოს შეთანხმდება და არა მხოლოდ ქართული ოცნება და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩემი მიზანი.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რომელი ინსტიტუცია რა ადგილს დაიკავებს ამ ახალ საქართველოს მოწყობის ახალ სისტემაში, რომელიც დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია, დღეს ამაზე დაანონსება და კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან და მით უმეტეს იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, ჩემი აზრით ძალიან არასწორი იქნება, იმიტომ რომ ეს იქნება უკვე წინასწარ განსაზღვრა იმ საკითხის, რომელზე ჩართულობითი დიალოგის გამოცხადება იყო ჩემი ინიციატივა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს რაიმე მოდელის წინასწარ განხილვა გამოცხადება, რომ მე პირადად ამადა მოდელს ვუჭერ მხარს, იქნება უკიდურესად არასწორი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე გამორიცხავს თავისთავად შემდგომში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას ამ დიალოგში და გარკვეული მიმართულების მიცემას გულისხმობს. ამიტომ მაჟორიტარებისგან განსხვავებით ამ თემაზე ჯერ თქვენი ჩამოყალიბებული პოზიცია არ გაქვთ. ვერც მოისმენთ დღეს ჩემს ჩამოყალიბებულ პოზიციას და მე სწორედ ამას ვხსნი, იმიტომ რომ მე არ მგონია სწორი, როდესაც მე ვაანონსებ ძალიან ფართო ფენების ჩართულობას ამ განხილვაში და ამ დისკუსიაში, მე რომ გამოვაცხადო, რომ ასეთი მოდელი მომწონს და ასეთი იქნება, ეს არ იქნებოდა სწორი ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამის გამოცხადებას დღეს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს თავისთავად ჩართულობას ამ პროცესში ძალიან ხელს შეუშლის. ნახოთ, როგორი იქნება ეს აზრი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის სასარგებლოდ, თუმცა კომისიაზე როცა საუბრობთ, ეს კომისია მუშაობდა წინა მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო კომისიას გულისხმობთ და შემდეგ ამ კომისიის მუშაობა დასრულდა ესე პირობითად დავით უსუფაშვილის მეილების გასაჯაროვებით, სადაც ისაუბრებდა, რომ დეპუტატები არ აქტიურობდნენ. რამდენად ეფექტური იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მსგავსი ტიპის კომისია, თუ ეს იქნება სხვა ფორმატის სადავო გახდა, ისიც პრეზიდენტი რა ფორმით უნდა ჩაერთოს, ეს პარლამენტის ბაზაზე უნდა შეიქმნას თუ ასე შემდეგ. მე აღარ შემოვალ იმ დისკუსიაში რა იყო ძველ კომისიაში და რაღაც მეილების გასაჯაროება საერთოდ მგონია, რომ ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ მომავალი კომისია იქნება ძალიან აქტუალური, ძალიან აქტიური და ეს საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, აქტუალური. ოღონდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ახლა შევვარდეთ პარლამენტში და გამოცვალოთ კონსტიტუცია. ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი, ეს არის დაახლოებით, მე ვფიქრობ, ერთწლიანი პროცესი განხილვების, მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარა. და ამას ალბათ დაჭირდება, მე მგონი, 1 წელი. ჩემი გათვლებით ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მანამდე გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება, ეს არის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და მე ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა გასდევდეს ეს ფართო ფორმატში განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების, მაგრამ კიდევ ერთხელ ამას დაჭირდება დაახლოებით 1 წელი. ამ თემაზე საუბარს უბრალოდ დავსრულებ რეპლიკით. სავარაუდო სურათი ჩანს ასე ამ ეტაპზე, რომ ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, მას ექნება მისივე არჩეული მთავრობა და შესაძლოა ყავდეს მისივე არჩეული პრეზიდენტიც. ამ შემთხვევაში, თუ ეს ასე იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სად ხედავთ პოლიტიკურ ბალანსს? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წინასწარ არ დავაანონსებ, როგორ იქნება, ეს იქნება არასწორი ჩემი მხრიდან ამის გაკეთება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უზურპაციის, ასე ვთქვათ, იდეა და ამ იდეით არ ვართ შეპყრობილები. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს ძალაუფლებათა შორის ბალანსი, უნდა იყოს ინსტიტუციებს შორის სწორად განაწილებული უფლება-მოვალეობები და ქვეყანამ უნდა მაქსიმალურად მოახდინოს მოსახლეობის აზრის მოსმენა. ეს ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდება საბოლოო ჯამში, რომ ქვეყნის მოსახლეობის აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი ხელისუფლების მიერ და იყოს ძალაუფლებები დაბალანსებული. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფის ხელისუფლების უზურპაციისკენ. ეს ჩვენ დავადასტურეთ, ამიტომ მე მინდა ამ კუთხით ყველანაირი შიში მოხსნა. ჩვენ ვართ განწყობილი იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ევროპული ტიპის დემოკრატია, ავაშენოთ ევროპული ტიპის ინსტიტუციები და ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს ის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელიც ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი და რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის
ესე ვთქვათ, გამოხატულება მათი სურვილის და მათი ნების გამოხატულება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილება მოახდენს თუ არა ძალაუფლების კონცენტრაციას არ არის აქტუალური. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ეს არ არის აქტუალური და ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას. ბოლო შეკითხვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ბატონ გიორგი, ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის პრივილეგია? სხვათა შორის ეს საკითხი არ იქნება ალბათ იმ დიდი პაკეტის ნაწილი და რომელზეც ჩვენ საუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებების ეს არ იქნება ახლა სასწრაფოდ გატანილი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ერთიანი პაკეტი მივიღოთ და მე მომხრევა რა თქმა უნდა რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია როგორც ხშირად იყო დამახინჯებული მე უბრალოდ საუბრობ რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ და მხოლოდ ქალს და მამაკაცს ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სხვათა შორის მე მქონდა კონსულტაციები არაერთ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, ექსპერტებთან, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ და არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენ პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციას შორის, რომლებიც ამ საკითხის, ასე ვთქვათ, აჟიტირებას ახდენენ. აქტუალიზაციას მოდით ეს უფრო სწორი თემაა, სწორი ტერმინია. მე ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ. ეს ნორმა არ იქნება დისკრიმინაციული. არავითარ შემთხვევაში არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმგებელია, როდესაც ამაზე ვსაუბრობ და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო რეესტრში, სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი მაშინ? რატომ არის საჭირო ეს საკანონმდებლო ტავტოლოგია? იმიტომ რომ ძალიან რთული იყოს საქართველოში ამ საკითხის შეცვლა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ევროპას ჭირდება ის საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები და სწორედ ასეთი საქართველო ჭირდება ევროპას, ასეთი საქართველო არის ღირებული ევროპისთვის და ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. არის მსგავსი ჩანაწერი. რა თქმა უნდა, არის არაერთი ქვეყანა, მე ხა ვერ ჩამოგიტვით, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ ეს და ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, არ არის ყველგან დაშვებული. რამდენიმე შტატში ეს წესიანთა ქორწინება დაშვებული. სხვადასხვანაირად არის, ზოგ შტატში არის დაშვებული, ზოგ შტატში არ არის დაშვებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ გვეჩვენებინა მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები, რომ გვეჩვენებინა, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დაუჭირეთ ჩვენ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას. თუმცა ევროპა და დასავლეთი არის უმცირესობების უფლებების დაცვა. მერე ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ჩვენ ყველა უმცირესობის უფლებას ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვავებელია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში კომბინაცია საკმაოდ არ არის ასე. ამიტომ მე გთხოვთ, რომ თქვენ ჩაიხედოთ ძალიან კარგად საერთაშორისო კონვენციებში, მე შემიძლია მოგაწოდოთ ამის მასალები და თქვენ ნახავთ, რომ ეს არ არის დისკრიმინაცია და ამაზე საუბრის გაგრძელება მე არ მგონი რომ სწორი იყოს, იმიტომ რომ ეს საკითხი ამოწურულია. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე, ისე რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს.
ვერ ხედავთ რისკებს, რომ ეს ყველაფერი გააღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს. ქვეყანაში სადაც ვერანაირ რისკებს ხშირად ვერ იცავენ სამართალდამცველებიც. ის რომ ხდება ამ ტიპის ინციდენტები, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა შემოვიღოთ ასეთი ტიპის ჩანაწერი. არანაირი კავშირი ამათ შორის არ არსებობს. ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ერთი მიმართულება და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ეს საკითხი ამასთან კავშირში არ არის. ანუ უმცირესობის წარმომადგენლები ამ ცვლილების შემდეგ იგრძნობენ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. რა თქმა უნდა, ისინი იგრძნობენ თავს სრულფასოვან წევრებად, მაგრამ ისინი ვერ შევლენ სამოქალაქო ქორწინებაში. და ეს არ არის დისკრიმინაცია. ასაგებია თქვენი პოზიცია დაუსრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი და გადავიდეთ კონკრეტულად მეცხრე მოწვევის პარლამენტზე. პირველ რიგში მაინტერესებს რა იყო თავარი სიურპრიზი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით. რამდენად მოსალოდნელი იყო 27% თქვენი მთავარი კონკურენტის და პატრიოტთა ალიანსის შესვლა. თქვენ ბრძანეთ, რომ პატრიოტთა ალიანსი და ნინო ბურჯანაძე ეს არის ის ორი ძალა, ვისთანაც არასდროს არ ითანამშრომლებთ. ეს სიტყვები ძალაშია კვლავ. მე ვფიქრობ, რომ სიურპრიზებზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ. ის რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ეს შეიძლება ჩემთვის პირადად იყოს სამწუხარო უბრალოდ, მაგრამ ეს არის ფაქტი და ეს არის ჩვენი მოსახლეობის ნების გამოხატულება. ეს არის არჩევნების შედეგი, სხვათა შორის იმ არჩევნების, რომელიც იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რომლებიც გამოვლინდა ზოგიერთ უბანზე, თლიანობაში ეს იყო ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, საიდან მოვდივართ, რა ტიპის არჩევნებიდან მოვდივართ და 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მართლა ძალიან დიდი პროგრესია. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს და ნინო ბურჯანაძე ახსენეთ თქვენ, მე ვფიქრობ, რომ ის რაც მე ვთქვი, არის ძალიან ნათელი, აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის ბლოკში ან კოალიციაში ან რაიმე ტიპის სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლა ამ ტიპის პოლიტიკურ პარტიებთან არის გამორიცხული. კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. კონკრეტულ საკითხზე თუ რაღაც ეკონომიკურ ინიციატივაზე ისინი გამოიჩენენ დაუშვათ სურვილს, რომ ხარი დაუჭირონ, ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს. არანაირი პარლამენტში როცა შემოდის პოლიტიკური ძალა, იქ ბუნებრივია, რომ რაღაცა დიალოგი იქნება ერთმანეთში, მაგრამ მე ვთქვი ის, რომ სტრატეგიული მიმართულება ჩვენ სხვადასხვა გვაქვს. ჩვენი პოლიტიკური პარტია არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც აცხადებს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამ მიზნის მიღწევის გზები და ის შემადგენლობა, რომელიც მათი მმართველობის დროს ქვეყანაში იქმნებოდა, არანაირად არ შეესაბამებოდა ევროპულ კანონზომიერებებს და ეს იყო, მე არ ვიცი, აბსოლუტურად ავტორიტარული მმართველობა, აბსოლუტურად სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი, მედიის, ასე ვთქვათ, უზურპაციაზე, სასამართლოს თლიანად პროკურატურის სისტემის ქვეშ მოქცევაზე და ასე შემდეგ, ნუ ადამიანის უფლებებზე აღარ ვლაპარაკობ და საკუთრების უფლების დარღვევაზე. ამიტომ მხოლოდ იმის თქმა, დეკლარირება, რომ მე ვარ პროდასავლური პარტია, მე ვფიქრობ, რომ თვაც სწორი არ არის. კარგად თუ დაუკვირდებით, ვინ არის ნამდვილად პროდასავლური პარტია, მიუხედავად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ იდეალურები. რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ქართული ოცნება ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ისწრაფვის საქართველოში ნამდვილი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრებისკენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანას გააჩნია დიდი ინერცია. ეს ფიზიკის კანონია. ჩვენ მოვდივართ იმ წარსულიდან, რომელიც ძალიან შორს იყო ევროპული დემოკრატიისგან. მათ შორის რეგიონებში, იგივე სამართალდამცავებშიც არ გამოურიცხავ, რომ ადამიანები სხვანაირად უყურებდნენ დემოკრატიას და სხვანაირი აღქმა ჰქონდათ. ამიტომ ეს არის პროცესი და ამ პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნის ფაქტიურად სტრუქტურული შინაარსობრივი გარდაქმნის პროცესში. და ეს გარდაქმნის პროცესი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არის შეუქცევადი. ჩვენ მივდივართ ნამდვილი ევროპული დემოკრატიისკენ, კიდევ ერთხელ ისე რომ საქართველოს უნდა შეინარჩუნოს ის უნიკალური იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა, ის ევროპული წარსული, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ
ჩვენ ამით ვართ განსხვავებული სხვათა შორის და მე მგონია რომ პროდასავლურობაზე როცა ლაპარაკობენ პოლიტიკური ძალები, კარგად უნდა დავაკვირდეთ მათ ნამოქმედებს და აქედან გამომდინარე ვისჯეროთ. ვინ შექმნის ამ პროდასავლურ ევროპულ მომავალს, ან როგორი იქნება მთავრობის კაბინეტი ამ თემაზე, მოდით ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე შეკითხვებით დავბრუნდებით რამდენიმე წუთში არ გადაერთოთ.